გენერალური პროკურატურის მისაღებ დარბაზში გამაგრებული ქალები მთავარ პროკურორთან შეხვედრას 7 საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. გიორგი გვარაკიძე ქალებს არ შეხვდა. შესაბამისად, მათი არც ერთი არგუმენტი არ მოусმენია თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს ევა შაშიაშვილი წინასწარი პატიმრობიდან. პოლიტიკოსი ქალები მოითხოვენ 46 წლის ონკოპაციენტი ქალის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს და ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. ჩვენ ქალი პოლიტიკოსები მოვედით საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იმისთვის, რომ მოვითხოვოთ პატიმარ ევა შაშიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, ვინაიდან ის არის მარტოხელადე და ონკოპაციენტი, მას ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომლის ერთადერთი მეურვე სწორედ დედაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული გარემოებები, უკვე არსებული მტკიცებულებები, რაც არსებობს ევა შაშიაშვილის საქმეში, არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს გირაოთი, პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი და ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი და ეს შერჩევითი სამართალი მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გამოიყენება. არა და ევა შაშიაშვილის შემთხვევაში არის აუცილებლობა და საჭიროება იმის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გადახედოს აღკვეთის ღონისძიებას. ევა შაშიაშვილის მხარდასაჭერად ქალი პოლიტიკოსები გენერალურ პროკურორს მოვუწოდებთ ჰუმანურობისკენ. რომ დედას მიეცეს უფლება და საშუალება, რომ თავის შვილთან დაბრუნდეს. ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. პატიმარ ქალს 28 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს. ევას შვილი, მარიამ შაშიაშვილი, კლინიკაშია და მკურნალობს. სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შემდეგ კი მას სხვა მეურვე დედის გარდა არ ჰყავს. არადა სტაციონარში დაყოვნების ვადა უკვე თვის ბოლოს იწურება. მძიმეა თავად დატუსაღებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ევა შაშიაშვილი სიმსივნეს ებრძვის. უფლება დამცველის ინფორმაციით ონკოპაციენტს სასიცოცხლო საჭირო სერვისები პენიტენციურ დაწესებულებაში არ მიეწოდება. სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის 6 თვიანი ვადა მთავრდება. აქედან გამომდინარე, ნახეთ, საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ პირდაპირ უთითებს, რომ 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ თუ ადამიანი არ დათანხმდება მკურნალობას, აუცილებელია ეცნობს პროკურორს ან მეურვეს. გიორგი გვარაკიძე არა, მაგრამ ქალ პოლიტიკოსებს 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი შეხვდა. ვაჟა თოდუა ადასტურებს, რომ ბრალდების მხარისთვის ცნობილი იყო ევა შაშიაშვილის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ასევე იმის თაობაზეც, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს. შეხვედრის შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ დაცვის მხარე საქმეზე დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს და პროკურატურა ამ მასალებს შეისწავლის. ევა შაშიაშვილისთვის პატიმრობის გირაოთის შეცვლის შესახებ კი სასამართლო მომდევნო სხდომაზე 9 იანვარს იბრძოლებს. ევა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პირველ ნაკადში მოხვდა. მას პროკურატურა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ორგანიზებულ ძალადობას ედავება. დოკუმენტებს, რომელიც არის წარმოდგენილი, ამას გადავხედავთ დამატებით და მომდევნო სხდომაზე გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციას, ანუ ვართ გიე პოზიციაზე თუ სურს დაუშვათ რაიმე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მის მიმართ. ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება იყოს გამსაზღვრელი, ამ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არის კონკრეტული საფრთხეების განეწალების მიზნით და თუ ბრალდების მხარე ჩათვლის, რომ ამ საფრთხეების განეწალება შეიძლება უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში, ბუნებრივია მიიღებს სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას. ევა შაშიაშვილის გათავისუფლება ქალ პოლიტიკოსებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში დღეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა, ქალთა სამოქალაქო ჯგუფებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემმა და ხელოვანებმა მოითხოვეს. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშეც უკვე პროკურატურის ხელთარსებული ინფორმაცია ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ დატუსაღებული ქალის გათავისუფლებისთვის საკმარისი საფუძველია. სასამართლო პროცესზე ევამ თქვა, რომ მე აქ მოკვდები და იქ იმ დაწესებულებაში, სადაც მისი შვილია, იქ კიდე ის. წამების ტოლფასია, ასე ვფიქრობ, დედისაც და შვილისაც. ჩვენ აქ მოსულები ვართ იმისთვის, რომ პროკურატურას ვთხოვოთ, რომ ევა შაშიაშვილი, ქალი, რომელსაც აქვს დაავადება და მძიმე დიაგნოზი, ყავს შიშიმო პირი შვილი,
გირაოთი გამოუშვან და არ ყავდეთ პატიმრობაში. მას ყავს შვილი, რომელიც სტაციონარში იმყოფება და ამ სტაციონარში ყოფნის ვადა იწურება უკვე დეკემბრის ბოლო და მას არ ყავს სხვა არავინ მომვლელი დედამისის გარდა. აი ის მძიმე და რთული შემთხვევა, მე მგონი, არის ძალიან მყარი არგუმენტი იმისთვის, რომ ის გამოშვებული იყოს გირაოთი. ქალი პოლიტიკოსები საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართავენ. ევა შაშიაშვილის მხარდამჭერი ქალები მოითხოვენ, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულმა მაუწყებელმა გააშუქოს დატუსაღებული ონკოპაციენტის საქმე და მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მარტო ხელა დედას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.